ვისაუბრებთ მალტის ქართული კულტურის ცენტრისა და საქართველოს კინოაკადემიის ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე კუნძულ მალტაზე გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ მალტის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი ირინა ცერცვაძე და რეჟისორი პროფესორი საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ანასაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მანანა, ქალბატონო ირინა, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს არის სულიერი სიყვარულის დღესასწაული, გერგეტო დღესასწაული, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ წლების წინ დააწესა. დიდი მადლობა, ჩვენს გილოცავთ. დიდი მადლობა. ყველას მაყურებელს ულოცავთ. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. Cinebridge, ასე ქვია ქალთა საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც პირველად ჩატარდება ოქტომბერში კუნძულ მალტაზე და სწორედ აი ამ ფესტივალის შესახებ გვინდოდა რომ გვესაუბრა ქალბატონი მანანა, როგორც ვიცით, თქვენი იდეაა ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალის დაარსება, რატომ? ქალთა ფესტივალი საინტერესოა, ასევე სახელწოდებასთან დაკავშირებითაც მინდოდა მეკითხა, ძალიან საინტერესო Cinebridge, ანუ კინოხიდი, ხო? ეს ქართულად რომ თარგმნოთ და ზოგადად რა არის ფესტივალის არსი და მიზანი? დავიწყებ იცით იმითი, რომ რატომ თქვენ დამისვით შეკითხვა, რატომ ქალი კინორეჟისორების ფესტივალი? იმიტომ, რომ ამ ინდუსტრიაში ქალები ძალიან ცოტაა და იმიტომ რომ ამითი ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ქალებს. ცნობილი ფაქტი არის, რასაკვირველია, ხა ნორმალურია, რომ როდესაც ქალის ფილმი იქნება, რეჟისორის ფილმი, ქალია თუ კაცი არ აქვს მნიშვნელობა, გამარჯვებული რომელიმე ფესტივალზე, მას უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებენ და უფრო მეტი შანსი აქვს, რომ შემდეგი ფილმი მოიპოვოს, ხო, დაფინანსება შემდეგი ფილმისთვის. ქალები აი მარტო ოსკარებს რო გადავხედოთ, ხო? წელს ჩატარდა 92 ოსკარის ცერემონიალი, ოსკარს იმიტომ ვამბობ, რომ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში და ყველა იღებს მონაწილეობას, მათ შორის თუ არა ინგლისურენოვანი ფილმი არის კიდე ნომინაცია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის. სულ 3 ქალს აქვს მიღებული ოსკარი 98 ცერემონიის განმავლობაში, დაჯილდოების განმავლობაში. ამაზე ახლა დავფიქრდი. დიახ, და ეს კეთრინ ბიგელოუ არის პირველი, რომელიც მხოლოდ 2010 წელს მიიღო პირველად ქალმა კინორეჟისორმა კეთრინ ბიგელოუ, მერე მიიღო ხლოე ჟაუმ და ნუ ესეც განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ პირველი აზიელი, წარმოშობით აზიელი თორე ამერიკაშია ხლოე ჟაუმ და მერე მიიღო ჯეინ კემპიონმა, რომელიც სხვა შორის მანამდე ნომინირებული იყო არაჩვეულებრივი ფილმით პიანინოთი 93 წელს, მაგრამ არ მისცეს როგორც საუკეთესო რეჟისორს და აი 2022 წელს მიიღო. აი 3 ოსკაროსანი ქალი რეჟისორია მხოლოდ 98 დაჯილდოების ფონზე. ეხლა რატომ ისმება კითხვა, რატომ არის ცოტა ქალები კინოინდუსტრიაში? ნუ პირველ რიგში ეს ყველაფერი, როცა კინო დაიწყო, რასაკვირველია, მამაკაცები იყვნენ თავიდან და რაღაცნაირად გრძელდება ეს ტრადიცია და ნდობა, მაგრამ კიდე აქ მთავარი მომენტია, რომ ქალბატონი ეს კინოს გადაღება ისეთი რაღაცა, რომ დღის განმავლობაში იმდენი საათი უნდა იმუშაო, რამდენიც არის და უფრო მეტიც და ქალები როგორც წესი უმეტესად არიან ცოტა მძიმე სამუშაო. არა, მაგიტომ არა. რა ვიცი, მე ვიტყოდი რომ ზოგი ქალმა შეიძლება აჯობოს ფიზიკურად. მამაკაც ქალებია, ძირითადად ყველა ქვეყანაში ქალები ზდიან შვილებს. ქალები ულიან ოჯახს და ამიტომ აი როგორც ჩანს ეს ფაქტორიც არის. 25 საათიანი რეჟიმი რთულია ქალისთვის. დიახ, ძალიან რთულია და აი სხვა შორის სტატისტიკაც არის ჩატარებული, რომ კინოინდუსტრიაში 13%-ია მხოლოდ ქალები წამყვან პოზიციაზე. იგულისხმება რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი. 13%. ამიტომ ქალების კინორეჟისორი. ხო, ძალიან საინტერესო. ქალბატონო ირინა, როდესაც ჩვენ ესე იგი თქვით, აღნიშნეთ შესაძლოა რომ მალტაზე გაიმართება, არავის არ გაუკვირდა რომ თქვენს ხართ ჩართული ამ ფესტივალში. როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაკეთდეს მალტაზე. არა მარტო მალტაზე, იცით რომ საქართველოშიც სხვადასხვა მიმართულებით ვაკეთებთ პროექტებს, რომ ეს პროექტები იყოს მდგრადი, იყოს ტრადიციული და რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიონალებთან ურთიერთობა.
ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და უღრმესი მადლობა გადაუხადო საქართველოს კინოაკადემიას, ბატონ ნიკოლოს, ქალბატონ მანენას ძალიან დიდი ნდობისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ასეთ ნდობას გიცხადებენ და აქვთ სურვილი, რომ ერთობლივად გაკეთდეს პროექტი და ჩვენ არაერთი პროექტი გავახორციელებთ ერთობლივად და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენ ამით. და სწორედ აქედან გამოდროსაც ქალბატონმა მანენას გაუჩნდა ეს იდეა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ქალბატონი მანენას იდეა და სურვილი, ანუ ეს იყო ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად რაღაცა ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა მეც და ქალბატონ მაკასაც და ერთობლივად დავაფუძნეთ ორგანიზაცია კულტურის ხიდი, რომელიც რა თქმა უნდა განახორციელებს როგორც სხვადასხვა მიმართულებით პროექტებს, ასევე აი ახლა კონკრეტულად უკვე ოქტომბერში გაიმართება ეს კინოფესტივალი, ქალების კინოფესტივალი საერთაშორისო არის კინოფესტივალის სიახლე არის, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი სიახლე და ეს ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გავმეორდები პროფესიონალებთან ერთად, მათი რეკომენდაციებით, მათი შეხედულებებით, მათი მიმართულებებით ამ ყველაფრის გაკეთება და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ამ ყველაფერს უკვე ვაკეთებთ. დაწყებულია ძალიან ბევრი საქმიანობა, როგორც მალტაზე, ასევე საქართველოში და ამ ფესტივალის განსხვავებულობა არის ის, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის ქალების კინო საერთაშორისო ფესტივალი, ჩატარდება როგორც მალტაზე, ასევე საქართველოში. მალტა მოგეხსენებათ, მალტაზე კინოინდუსტრია არის ძალიან ფართოდ განვითარებული, მათი მხრიდანაც არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ხელოვანი, ქალბატონი, ასევე სტუდენტები შეძლებენ, რომ თავიანთი შემოქმედება კიდევ უფრო ფართო მასშტაბით იქნეს წარდგენილი. აი, ქალბატონმა ირინამ აღნიშნა, რომ კულტურის ხიდია და სინებრიჯი, ანუ ხელოვნების ხიდი და ჩვენ სინებრიჯი, ანუ კინოხიდი, ხო, ძალიან საინტერესო სახელი არის ფესტივალის. ჩვენ ორგანიზაციას ქვია ხელოვნების ხიდი. და ჩვენი მომავალში ვგეგმავთ არამხოლოდ კინოს თვალსაზრისით სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების გაკეთებას, არამედ ხელოვნების სხვა დარგების თვალსაზრისითაც, ხოლო ამ ფესტივალს დიახ ქვია სინებრიჯი, ანუ კინოს ხიდი, კინოს საშუალებით სხვადასხვა კინოინდუსტრიებს შორის ხიდის გადება, ადამიანებს შორის, რომლებიც კინოში მუშაობენ, ახალგაზრდების წახალისება და ასე შემდეგ. ეს არის ხიდი, რომელიც კულტურებს შორის გაამყარებს ურთიერთობას, ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობას, რაც მთავარია. აი ეს არის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ქალბატონი კინორეჟისორი იქნება ეს თუ სტუდენტი გოგონა კინორეჟისორი თუ დოკუმენტალისტი თუ ანიმატორი, როდესაც ისინი მოიპოვებენ ჯილდოს ან შეიძლება არც მოიპოვონ ჯილდო, მაგრამ შეხვდებიან კოლეგებს, ერთად იმსჯელებენ, ერთად ისაუბრებენ, მათი კარიერა კინოში კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებით გამდიდრდება მომავალში. რა კრიტერიუმები არის ფესტივალის მონაწილეობისათვის და ასევე რა ნომინაციები გაქვთ საინტერესოა? კი ბატონო, მოგახსენებთ სიამოვნებით, კრიტერიუმები არის ის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებული ფილმები უნდა იყოს მხოლოდ. ესე იგი, უფრო ადრე გადაღებულ ფილმებს ჩვენ ვერ მივიღებთ ფესტივალისთვის და ნომინაციები გვაქვს ასეთი: საუკეთესო მხატვრული ფილმის რეჟისორი ქალბატონი, საუკეთესო ანიმაციური ფილმის რეჟისორი ქალბატონი, საუკეთესო სტუდენტური ფილმი და აი ფიქრობთ, რომ საუკეთესო დოკუმენტური გადავწყვეტ ახლო მომავალში, აი რამოდენიმე დღეში ესეც იქნება თუ არა. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც შეეხება საუკეთესო სტუდენტური გოგონას ფილმებს, ესეც დიდი წახალისება და დიდი მე ვთვლი, რომ დახმარება იქნება ამ მომავალი კინორეჟისორი ქალბატონებისთვის და ძალიან მადლობა დიდი უნდა გადაუხადო დიდი მადლობა ბატონ გიორგი შალუტაშვილს, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც ასევე იქნება ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ უკვე გვაქვს
რამოდენიმე განაცხადი უკვე სტუდენტური ფილმების ჩვენი თეატრალური უნივერსიტეტიდან. იმედი გვაქვს, რომ აი მალე შემოგვიერთდება ლას-ვეგასის უნივერსიტეტი, ასევე რუმინეთის კარაჯალეს უნივერსიტეტის სტუდენტები, რასაკვირველია მალტადან უნივერსიტეტის სტუდენტები და რა კი მალტა ვახსენე აუცილებლად უნდა ვთქვა დიდი მადლობა ქალბატონ მაკა ლაშხს, რომელიც არის დამფუძნებელი აი ამ მალტაზე ქართული კულტურის ცენტრის და ყველანაირად იქ არის და იქედან გვეხმარება ყველაფერში და მგონია რომ როდესაც ჩვენ ხო კიდე აი ესეთი კრიტერიუმი თუ რა ვთქვა ესეთი რეგულაცია გვექნება იქ როდესაც ჩატარდება ფესტივალი ოქტომბერში გეგმება იქ გამარჯვებულ ფილმებს ჩვენ საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ-დარბაზში უჩვენებთ მომავალ წელს უკვე ჩატარდება საქართველოში და აქ ფესტივალზე გამარჯვებულ ფილმებს მე მალტაზე ვუჩვენებ და ასე გაგრძელდება ასე რომ ძალიან საინტერესოა ჟიურის შესახებაც მინდოდა მე კითხვა ვინ შეაფასებს რა თქმა უნდა ყავს მონაწილეებს ჟიური როგორც რა თქმა უნდა თავად რა თქმა აი ამ ყველაფერს როგორც თვითონ ფორმატი რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ორგანიზებას აკეთებს საქართველოს კინოაკადემია და რა თქმა უნდა ჟიურში იქნება საერთაშორისო ჟიური რომლებიც ამაში აფასებენ როგორც სხვადასხვა წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან იქნებენ არის ძალიან დიდი გამოხმაურება უკვე გვიკავშირდებიან როგორც ქალბატონო მანენა ბრძანებს უკვე თვითონ მალტაზე ხელოვნების ინსტიტუტი უნივერსიტეტი არის უკვე დაინტერესებული ამ მიმართულებით და მათაც გამოთქვეს სურვილი რომ აი თლიან პროცესში მიიღონ რა თქმა უნდა ეს მონაწილეობა და მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოვა და მე ვფიქრობ ეს არის ძალიან კარგი როდესაც ესეთი ბევრი ქალბატონების წახალისება ხდება აი ამ მიმართულებით ეხლა ჩვენმა გუნდმაც VPR ჯგუფმაც დაახლოებით 1 წლის წინ ასეთი პროექტი გააკეთა ცოცხალი არქივი რაც გულისხმობდა 2 დოკუმენტური ფილმის გადაღებას ეს გააკეთა ანე ნოდიასთან ერთად და ეს იმდენად საინტერესო პროცესი იყო და იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად გამიტაცა აი ამ პროცესმა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ აი ყველა გადაღების დროს ქალბატონი მანენას რეკომენდაციები ვთქვათ მისი შენიშვნა მისი რაღაცა ყველაფერი იყო გათვალისწინებული და რატომღაც მე უკვე აი ეს ერთობლივად უკვე გადაწყდა რომ ეს გაგვეხორციელებინა და მე ვფიქრობ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთი წელი მალტაზე იქნება მეორე წელი საქართველოში და რა თქმა უნდა ეს აუცილებლად ეს ფესტივალი იქნება ძალიან ფართო მასშტაბით გახორციელებული. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხიდების აგება სხვადასხვა კულტურას შორის და ვთქვათ სხვისი გამოცდილების გაზიარება საკუთარის ჩვენება და ამის შესაძლებლობა მიეცემათ ქართველ რეჟისორებს და ეს ძალიან მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობა არის. კი. მე აქვე მინდა ხარ გამოვიდეს რომ ერთმანეთს ვაქებთ მაგრამ მადლობა მოუხადო ირინას იმიტომ რომ იმდენად კარგად ფლობს მენეჯმენტს ყველაფრის განსაკუთრებით ხელოვნების და კულტურის დარგებში იმდენად ერუდირებულია იმდენად მონდომებულია რომ აი შეგიძლია ენდო ბოლომდე და თვითონაც რომ გვენდო ძალიან დიდი მადლობა ამ თანამშრომლობისთვის. აი ამ თანამშრომლობაც არ არის ერთად ვაკეთებთ ამას ყველაფერსა. ვიცი, იმედი გვაქვს რომ რაღაცა კარგი გამოვა აქედან ნახოთ ველოდებით არა მხოლოდ რეჟისორებს, რომლებიც განაცხადებს წარმოადგენენ, არამედ მაყურებლებსაც ჩამოვბრძანდით მალტაზე. დიდი სიამოვნებით 12 ოქტომბერს სამდღიანია ხო ფესტივალი. რა თქმა უნდა დასწრება თავისუფალია, ყველას აქვს შესაძლებლობა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, აი ის მხარდაჭერა, იმდენად მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის, რომ შეუძლიათ რომ თავიანთი შემოქმედება ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თეატრალურ უნივერსიტეტს, ბატონ გიორგის, რომ აი ეს სტუდენტები აი ესე ფართოდ არიან წარმოდგენილი ჩვენს კინოფესტივალზე, რომელსაც ქვია ძალიან კარგი სახელწოდება სათაური, რომლის იდეის ავტორი არის ქალბატონი მანენა სინებრიჩი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან მობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებას. და მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ მალტის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი ირინა ცერცვაძე და რეჟისორი პროფესორი საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ანასაშვილი.